მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. გავწმინდოთ სივრცე, მომემზადოთ გაშლისთვის და როგორც ხედავთ, აი აგერ სიყვარული. ესეთი კარტა მოვიღე ორაკულის დასტიდან, სავსე მთვარის დასტიდან. რა თქმა უნდა, გაშლა არის სიყვარულზე, იმიტომ რომ ეხლა ამ დროში, როცა ესეთი ნაკლებობა სიყვარულის, ურთიერთობის, ურთიერთგაგების, ერთმანეთისადმი თბილი, აი ესეთია. უბრალოდ ადამიანს გინდა რომ გქონდეს თბილი ურთიერთობა შენ პარტნიორთან, შეყვარებულია, შენი პარტნიორია, შენი მეგობარია, მეგობარი მამაკაცია თუ ქალია, თუ უბრალოდ ქმარია თუ ცოლია, ანუ ხდება ხოლმე ისე რომ ცივდება, ხო, რაღაც შორდებიან. თითქოს ერთად არიან, მაგრამ რაღაცნაირად დაშორებულები არიან. ხდება ხოლმე ისე რომ ინტიმიც, სურვილი არა აქვთ რა. ეს ახლა მე ფსიქოლოგიურ ლექციას არ ჩაგიტარებთ, კარლ იუნგია ძალიან კაი და ფროიდი ამისთვის და ყველა არქეტიპების და ყველა მიზეზების ამხსნელები, ასე ვთქვათ, ჩვენი ფსიქოლოგიის მამები, რომ გამოწვეულია ყველანაირი სოციოლოგიური, ფიზიოლოგიური და საერთოდ, ხო? პრობლემების გამო, იქ ეკონომიური, ფინანსური სტრესი, შეიძლება გადამეტებული ალკოჰოლი ან რამე გამაბრუებელი საშუალებები დღეს რო ცვენა, მოსაწევი და ეს ყველაფერი ხა მე კი არ ვიცახი იმას, რომ ერთიანად, მაგრამ ნელ-ნელა და ბოლოს თავის იმას აჩენს რა, რომ არ უნდათ ინტიმი, არ უნდათ მოფერება, არ უნდათ ასევე როცა გაღიზიანებულია ბევრ რაღაცაზე, ხო, დასტრესილია და ურთიერთობაც აღარ უნდა მერე, პრობლემებში როა, ვალებში როა და ვიცით რომ ბევრია ასეთ მდგომარეობაში, არც საუბარი უნდა გულახდილი და მერე მეორე პარტნიორს გული ტკივა, რომ ყოველთვის აგდებს და იშორებს, ხო, ეხა როგორია და იმასაც უცივდება მერე და ხდება ესეთი გაურკვევლობა, სიცივე, ხო? ხო და ეხა მართლა ფსიქოლოგიურ ლექციას არ ჩაგიტარებთ ამისთვის, უამრავი ფსიქოლოგები არიან და უამრავი ლიტერატურაა კიდე. მაგრამ უბრალოდ გადავამოწმოთ, ხო, ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ურთიერთობა რამ გამოიწვია, თუ არის სიცივე თქვენს ურთიერთობაში, ხა ძალიან ბევრი მიზეზია, ხო? ამისა, მაგრამ ნახეთ, კარლ იუნგს აქვს ძალიან კარგად ახსნილი არქეტიპები. არქეტიპები, იმიტომ რომ ის იყენებდა ტაროს, როცა მასთან მიდიოდნენ კონსულტაციაზე. გითხარით, რომ ეს 22 არკანი არის სამყაროს კარი. ძველი ოკულტური ტაროთი, რომელიც შემოსული ეგვიპტიდან და შემდეგ, ესე იგი, მიიღო სხვადასხვა ევროპული სახე, ჯერ რა თქმა უნდა, ივრითული, ივრითსაც არის, ახსნილია თავისი ნუმეროლოგიით და თავისი სიმბოლიკით ეს ყველაფერი, მაგრამ ევროპული ვიცით რაიდერის, ხო, ყველაზე ესეთი ცნობილი, მაგრამ ეს არის დიდი საიდუმლო, ეს არ არის მკითხაობა, ეს არ არის მარჩიელობა და რაღაც ესე რომ დადიან, ხო, პაგადაიუ ციგნები. ეს არის ფსიქოლოგია და კარლ იუნგი ხა მამაა, ხო, ფსიქოლოგიის და ისე არ მოიღებდა ტაროს და არ დაიწყებდა, თავის პაციენტებთან ამ არქეტიპების განხილვას და ზუსტად ამ არქეტიპების განხილვით შეადგინა
აი ეს ფსიქოლოგიური თეზისი თუ რატომ ცივდება პარტნიორ შორებს ურთიერთობა. სხვადასხვა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ იქ არის მოცემული 5 არქეტიპი და მამაკაცები და ეს ჩვევიათ ქართველ მანდილოსან ქალებს, ნუ ეხა არ ვიცი, უკვე ყველაფერი შეცვლილია და ვერაფერზე ესე იგი თავს ვერ დავდებ, მაგრამ როცა დიასახლისი ხდები, ანუ ცოლი რო ხარ და დიასახლისი რო ხარ და უკვე აი ეს დიასახლისობა გადაგდის უკვე აი ჩვეულ იმაში, ხო? რომ აი საჭმელი მოუმზადო, სადილი დაახვედრო, მოუარო, გაუწმინდო, გაურეცხო, ანუ ზრუნველობა, ხო? და ის ეჩვევა ამ კომფორტს, ამ ზრუნველობას და ის ანუ მამაკაცი ახლა საუბარი ქალებს ვეკონტაქტები. ხო და ანუ ის უყურებს უკვე მას როგორც ანუ დედის შემცვლელი, ხო? აი გაიზარდა დედის, ასე ვთქვათ, მოვლა, ზრუნვა პატრონობაში და ეხა შეცვალა ცოლმა. თუ შეყვარებულობის პერიოდში ქონდათ, ვთქვათ, იგივე ბნება, სიყვარულები, პაჩი-პუჩები და ასე შემდეგ, მერე, კი, რა თქმა უნდა, სიყვარულით მოიყვანა და სიყვარულით გააყვა, ეხა ხშირ შემთხვევაში ასეა ხოლმე, მაგრამ მერე ვიძახი, მერე. რა ხდება მერე, ხო? ერთ-ერთი, ანუ ძალიან ბევრი მიზეზია. და ეს ეხა შორს წაგვიყვანს ყველაფერი ჩამოვთვალოთ, მაგრამ ერთ-ერთი არის ეს, რომ ის უკვე ანუ სექსუალური ენერგია აღარ აქვს ამ ქალს. ნახეთ, თვითონ ეს ქალიც დიასახლისი, ხო? ოჯახში დედა, შვილების მზრუნველი, ანუ ყველაფერს აკეთებს. შეიძლება ბიზნეს ლეიდიც არის, სამსახურიც აქვს, კაი ხელფასიც აქვს, ანუ ოჯახის ქალია, მაგრამ სექსუალური ენერგია იკარგება. და მამაკაც რა უნდა? რა უნდა მამაკაც? ამიტომ ის დაეძებს აი ამ მისი ტვინი, ისია მოწყობილი, ანუ გიხსნით, ნახეთ ეს საწყენი არ არის. ის მიგეჩვია შენ. როგორც მზრუნველს გიყურებს, ანუ უკვე ვეღარ აღიქვავს, როგორც აი გამაღიზიანებელ ქალს. უკაცრავად და გადმოტრიალებული ტუჩებით, ან ამოგდებული მკერდით და ასე შემდეგ, ხო, აღარ ჩამოვთვლი ახლა როგორც. და ქუჩაში უყურებს ესეთებს, ღიზიანდება და ახლა შეიძლება კი არ გაალატობს, მაგრამ მისი ტვინი, მისი წარმოსახვა, ფანტაზიები კი დიდი აქვს მამაკაცი, იცით და ფიქრობს ახლა რა. თავის ოცნებებშია, მაგრამ პლუს ახლა ეს სოციალური ქსელებიც ხო შევავთქვათ ტელეგრამში, ინსტაგრამში და ყველგან ამოუგდებს TikTok-ში. მოკანავე იმებს რა ქვია. ერთი ადგილის მატრიალებელ დაბერილ, დასილიკონებულ და ასე შემდეგ, ხო? ხომ და ახლა კი ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანისთვის ეს სასაცილოა. მაგრამ ზოგისთვის სატირალია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი განცდებშია, ამიტომ ბევრიდან შემოსულია ეს სიტუაცია. ხა პირდაპირ იმას კი არ ვიძახი, რომ ღალატობს, არა. ჩემო კარგი, კი არ ღალატობს, მაგრამ თვითონ ანუ ის მას აკლია ეს გაღიზიანება, იმიტომ რომ მისი ტვინი ასეა მოწყობილი და უნდა რომ შეხედოს, გესმის, გაღიზიანდეს და ამით კმაყოფილდება, თუნდაც ყურებით. ხო, არაფერი, ხა ქალს ეს არ გვესმის ქალებს, ანუ ხო? ხშირ შემთხვევაში ქალები არ ვართ ჩვენ ესეთები, რომ ღიზიანდებოდეთ ან რაღაცას იმას უყურებდეთ და გვინდოდეს. ნუ არ ვიცი ხა ქალებიც გადაგვარდნენ. მაგრამ მე ვიძახი კლასიკურად, ხო, კლასიკურად. ხო და ვნახოთ ხა, აბა ეს ადამიანი რა იყო მიზეზი მისი გულგაციების. ჩაიფიქრეთ ორ ვარიანტზე გავაკეთებ, ანუ მე იმას კი არ ვიძახი, შეიძლება ძალიანაც უყვარხართ, პატივსაც გცემ, შეიძლება პარტნიორია, ქმარია, მეგობარია და ყურადღებასაც იჩენს და პატივისცემაც აქვს, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ, აბა მიხვდით რას ვიძახი. და რამ გამოიწვია მიზეზი, აი რა არის მისი
გაციების. რა იყო მიზეზი, რომ გაცივდა მისი გული, ხო? პირველი ვარიანტი. ან ისეთი აღარ არის ურთიერთობა, ნახეთ როგორიც იყო. ეხლა მეტყვით, რომ აი ესეთი არ იქნება, რომ აი როგორც თავიდან კი ბატონო არ იქნება ისეთი წლებია თუ ერთად ხართ, არ იქნება, რა თქმა უნდა, ისეთი, მაგრამ შენ ხო უნდა მიხვდე, ანუ ქალი ხარ და რომ არ მოხდეს თქვენი ურთიერთობის რაღაცა ისეთი ტრაგედია, ხო, დაშორება ამ წლების მერე, შეიძლება ერთი ოჯახი გაქვთ, ერთი ბიზნესი გაქვთ, ერთი რაღაც წლებია და ერთად ხართ და აი ესეთი რაღაცის გამო, ხო? იმიტომ რომ არქეტიპულად თქვენ ანუ ხართ დიასახლისი, დედა, შემომტანი, კაი სამსახურიც გაქვთ, ყველაფერს აკეთებთ, არაფერს არ აკლებთ და ანუ სექსუალური ენერგია დაგეკარგათ, ხო? და ეს მამაკაცს მოაკლდა, იმიტომ რომ მისი მამაკაცურობა არის დამოკიდებული მაინც ინტიმზე და სექსზე. ესია მისი ბუნება მოწყობილი. ამიტომ განსხვავდება ქალი მამაკაცისგან. მე კიდევ ერთხელ ვიძახი, დღეს გადაგვარდა ქალიც და კაციც, მაგრამ მთლიანობაში კლასიკურად, ხო? რომ განვიხილოთ ასეა. ნახოთ აბა მისი განცდები და სიტუაციები პირველი და მეორე. მოკლედ, შუაში არის გული, ეს არის თქვენი სიყვარული, აქეთ არის პირველი, აქეთ არის მეორე ვარიანტი. განვიხილავ ორივეს, თქვენ უყურეთ, იქნება ორივეში იყოს ის რასაც თქვენ ეძებთ, ის პასუხი, რაც თქვენ გინდათ, რომ სამყაროსგან მიიღოთ, ხომ იცით, რომ შემთხვევითობა არ არსებობს და ყველაფერში არის რაღაცა მიზეზი, ხო? ამიტომ ყველაფერს უნდა განხილვა, ჩაღრმავება და მერე უკვე მიზეზსაც რომ ვიპოვით, მიზეზ შედეგობრიობას აღმოვაჩენთ, მერე უკვე მარტივია იმის განკურნება იმ სიტუაციის, ხო? და აღმოფხვრა. ნახოთ პირველი ვარიანტი, რა იყო მიზეზი? რა იყო მიზეზი? კლენად გავშლი ჯერ კარტებს. ნახეთ, აქ ეხლა მე არ ვიცი, ვინ მიყურებთ, მაგრამ პირველ ვარიანტს ამოვიდა რაღაცა სითხე, რაღაცას რო ჩაუსხავენ, რაღაცა სასიყვარულო მაგია, ანუ ჩარები, ხო? სასიყვარულო ჩარები, რაღაცა, აი რომ ვიღაცა ცდილობს, რომ ეს ადამიანი შეიძლება ნახეთ, ანუ მე ხა ენერგოთერაპევტი ვარ და ენერგიებში ვერკვევი კარგად. და შეიძლება სულად არაფერი არ გაუკეთებია და არ ჩაუსხია, მაგრამ ნახეთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი ენერგია. თუ ეს ადამიანი იმყოფებოდა ისეთ სიტუაციაში, რომ იქ და ხშირად დადის იმ სიტუაციაში, არის ვიღაცა ესეთი, აქ ეხა არ ჩანს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა კიდევ ერთხელ ვიძახი და ჩვენ ზოგადად ვეკითხებით. აქ ჩანს, რომ გადატვირთულია, მუშაობს, თვითონ აქტიურია, აქ არის გადაღლა, სტრესი, რაღაც დაბრკოლებები და აი ამან გაუცივა. მაგრამ პირველი ამოვიდა რაღაცა სასიყვარულო მაგია, ანუ რაღაცა სითხე. შეიძლება ეს ადამიანი დადის სადღაც, იქ არის ვიღაც, ხო, მანდილოსანი და ბევრია ესეთი და რაღაც, ანუ კი არ ჩაუყარა და კი არ ჩაუსხა, არამედ ერთხელ დალია, ორჯერ დალია, სამჯერ დალია რაღაც, ხო? სასმელზეა გამახვილებული ყურადღება, ნახე, სასმელზე, დასალევზე. და რაღაცნაირად ეს კაცი, აურია, ტვინი აურია, ნახე. რაღაცნაირად ტვინი აურია, იმიტომ რომ აქ სტრესზე მიმანიშნებენ. და მესამე დასტასაც დავამატებ კლასიკურს. ნახოთ აბა. პირველი ვარიანტი ვინ ჩაიფიქრა?
აბა მაჩვენეთ თუ რამ გაუცივა ამ ადამიანს, ვინც ახლა ჩაიფიქრა გული, თუ იყო ჩარევა, რამე თქვათ იგივე ჭიქაში ჩასხმით, რა ვიცი რა ჯანდაბა ჩაუსხა მართლმადე. ყველაფერზე მიდიან. თუ იყო რამე გაკეთებული ამ ადამიანზე. აი ძნელია ეხლა თქვა რომ რამე იყო გაკეთებული. თვითონ ამოვიდა როგორც იმპერატორი, ბრძანებელი ეს ადამიანი და გრძნობით ისევ ჭიქები. ანუ აქ მიმანიშნებენ რომ შეიძლება სვავს ეს ადამიანი და სასმელი ანუ ლუდი უყვარს, რაღაცა სმა უყვარს და ისეთ ადგილებში დადის და ეს ურევს ტვინს, ანუ იღლება, რაღაცა სტრესი აქვს, რაღაც პრობლემა აქვს და სვავს. შეიძლება ეს მომენტიც არის. კიდევ ერთხელ ვიცახი, საჯარო გაშლაა და ამიტომ ეხა ესე ვერ მეტყვის, კონკრეტიკა სჭირდება, მაგრამ მოდით ეხლა ვკითხოთ ესეთი რამე თუ აღდგება და დაალაგდება თქვენი ურთიერთობა თუა გაციებული, ეს ურთიერთობა რაღაც ბზარია, ხო, გარკვეული, თუ აღდგება პირველ ვარიანტთან. ვინც ჩაიფიქრა და ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს, თუ აღუდგება ურთიერთობა. თავის პოზიციებს იცავს, სტაბილურად დგას თავის ადგილას და ჩანს, რომ თქვენს ცხოვრებაში არის, აქ ამოდის ზომიერება, რაც ნიშნავს აღდგენას და ნიშნავს, რომ ჯერ ანუ კიდე რაღაც საქმეები აქვს, რაღაც სიტუაციები აქვს, ანუ პენტაკლები ამოდის, ალბათ რაღაც ფინანსური პრობლემები აქვს და ამიტომ შეიძლება ვერ ახერხებს ან თქვენს გაყვანას, ან უფრო მეტ თქვენთან ყურადღების მოქცევას, ანუ რაღაც დაკავებულია თავიდანვე ესე ამოვიდა, ანუ საშიში აქ არაფერი არ არის, უბრალოდ სასმელს მაჩვენებენ, ანუ არ უნდა დალიოს, იმიტომ რომ ტვინს ურევს ფაქტია, იმიტომ რომ ეთყობა, ანუ ფსიქოლოგიურად რო განვიხილოთ, ფსიქოემოციონალურად, როცა ადამიანი განიცდის რაღაცას და არის სტრესში ან რაღაც იღლება ან სამსახურში ან რაღაც ესეთ სიტუაცია, ადამიანი სასმელს ეძალება, ხო, თუნდაც ლუდი იყოს. ის ანუ იმისთვის სვავს, რომ განიტვირთოს, მაგრამ ეს ამ დროს პირდაპირ ტვინზე უთხრავს და თუ ეს სისტემატიურია, აქ არის ანუ პრობლემაა. მაინც ესე იგი არ არის კარგი რა. ურევს ტვინს, პირდაპირ გეუბნებით, არ ვიცი. პირველ ვარიანტად დავამთავრე, ვნახოთ მეორე ვარიანტი. რა ხდება მეორე ვარიანტთან? აქ სამკუთხედია. სამკუთხედია, რაღაც საიდუმლოა და რაღაც მაგიაა. აქ უკვე აშკარად ამოვიდა. აქ არის მდიდარი, ანუ მდიდარი რა ეხა ბილ გეიტს კი არა. ანუ აქ ამოდის რომ უხვათა, აქ სიუხვე, ანუ ოჯახში სიუხვე აქვს. ფულის გამო, ინტერესის გამო ამოდის ქალი, თუმცა მალავს თავს. ამოდის ჩარევა სამკუთხედი, ну, რა თქმა უნდა, ინტერესი ფულის გამო, აქ არის საიდუმლო დამალული და აი რაღაცა აი ესეთი მომენტი. ნახოთ ეხა აი ამით. მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა. აინტერესებს ვინც ეხა უყურებს ვიდეოს. რამ გაუცივა, ან ვინ გაუცივა და თუ იყო ჩარევა და თუ იყო სხვა ქალი. მეორე ვარიანტი ვინ ჩაიფიქრა იმათვის. რამ გაუცივა ურთიერთობა, ან თუ რაღაცა იგრძენით, ხო, თქვენი პარტნიორიდან. ესეთებმა უნდა უყურონ, მე მგონი, სათაურს რო დავდებ. ყველასთვის არა, აბა ვნახოთ. რამ გაუცივა, ან ვინ გაუცივა, ან თუ იყო რამე მაგია, კი ბატონო. ტვინის არევა, პირველი დამადასტურებელი იმისა, რომ აქ არის რაღაც ფულის გამო, ეს ადამიანი რაღაც ქველმოქმედია, ავტორიტეტია, პატივცემულია, რაღაცა აი ესეთია რა, არ არის ვიღაცა თავიდანვე ამოვიდა სიუხვის კარტი,
აქ ამოვიდა ამოყირავებული სიყვარულის კარტი, მე ამოყირავებულებს არ ხო იცით რომ არ უყურებ, ანუ სიყვარულით, რა თქმა უნდა, ეხლა აბა კარტი რას მეტყვის, კარტი ხო არ ამოიდგავს ენას და ხო არ დამიწყებს საუბარს ვითომ მოსახიბლად, ანუ და რა ინტერესი ქონდა ამ ადამიანს, მეორე ვარიანტია საუბარი, რა ინტერესი ქონდა? რა თქმა უნდა, ფული. კრიზისი ქონდა, რაღაცა ვალები ქონდა და ფიქრობდა, აჰა, კიდე ამოტრიალებული მოტყუებით მთვარე ამოდის. აჰა. კი ბატონო. რაღაც სიტუაცია ქონდა არასახარბიელო იმას და წინააღმდეგობები შეხვდა. ეს კაციც არ არის ხა მარტივი, როგორც ჩანს, ესე ადვილად ვერ მოატყუებდა, ვინც არ უნდა იყოს ის. და თუ გამოუვიდა იმ ვიღაცას ტვინის არევა კი აქვს. თუ გამოუვიდა, აბა, ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მოხიბლა, თუ რა ვთქვა. არა, ვერ გამოუვიდა, დანგრევა, ანუ შეიძლება მცდელობა იყო. აქ ამოდის, რომ მცდელობა იყო, მაგრამ ვერ გამოუვიდა, იმიტომ რომ არის დანგრევა. ძალიან კარგი თუ დანგრევაა. მაშინ რჩევას ვკითხავ, აბა, მეორე ვარიანტზე. ეს ძლიერი ადამიანია, იმიტომ რომ აქ ავტორიტეტი ამოვიდა, რაღაცა მაგია, რაღაც საიდუმლო არის. ეხლა კიდევ ვიცეხი, რომ ეს არის საჯარო გაშლა. კარტი ინფორმაციას მაძლევს. მიიღებს ამ ინფორმაციას ის, ვინც ასე თუ ისე რაღაცნაირად დაემთხვევა, ხო, თქვენ ვარიანტზე ეხლა საჯაროა და ყველაფერი 100%-ით არ ემთხვევა, იცით. მაგრამ, აბა, ორაკული. კითხოთ ორაკულს. თუ აღდგება, თუ იყო სიცივე და თუ აღდგება, იმიტომ რომ აქ მაგიაც არის, ნახეთ, მაგიაც. და მაჩვენებენ, რომ ფულის გამო, ანუ რაღაც ფინანსური კეთილდღეობის ინტერესი, ანუ ფულზე რა, ფულზეა საუბარი. ხო და ეხლა ძნელი მომენტია. თავიდანვე სიუხვე მაჩვენეს, ანუ ადამიანი, რომელიც ყარად დგას ფეხზე, ხო, რაღაც აქვს სამსახური, კაი შემოსავალი, სიუხვე აქვს რა. ან შური იყო, იმიტომ რომ მდიდარია, რა ცოტაა ეგეთი? და ვნახოთ, თუ აღდგება, აბა თუ ეს სიცივე, იმიტომ რომ სიცივე ნამდვილად არის თქვენ შორის, თუ აღდგება და თუ შემოუტრიალდება და თუ დათბება თქვენი ურთიერთობა. მეორე ვარიანტთან, თუ დათბება. კი ბატონო, დათბება ისევ, ანუ ეს ჩაკეტილი რაც იყო, ნახე, ეშმაკი შემოვიდა, რაც ნიშნავს უკანონო რაღაც. ეს არის ბნება, ეს არის უკანონო სექსი, ეს არის მიჯაჭვულობა, ეს არის დამოკიდებულება, რაღაც უკანონოსთან, თვალთმაქცურთან, არა, ანუ თქვენ რომ არ გენახათ, თქვენ რომ არ გაგეგოთ რაღაც აესეთან, რამაც, ანუ გამოიწვია ის, რომ დაიბლოკა ბოკლომი, ნახე, ჩაიკეტა რაღაც მომენტში, მაგრამ ამოდის ესეთი განახლების კარტი, ეს არის სიყვარულის, სითბოსი, აყვავების, ანუ განახლდება თქვენი ურთიერთობა. სამყარო ისევ მოგცემთ შანსს, თუ იყო იმ შემთხვევაში ვამბობ, სამყარო გაძლევთ შანსს, მაგრამ თქვენც ახლა უნდა შეეცადოთ, რომ თუ იყო სიცივე და იგრძენით რაღაც ამდაგვარი თქვენ პარტნიორიდან, მამაკაციდან, მეგობრიდან, ქმრიდან, რა ვიცი, რა დავარქვა, თქვენც, თბილად უნდა მოექცეთ რაღაცნაირად, ახლა მარტო დიასახლისი არ უნდა იყოთ, როგორც კარლ იუნგს აქვს აღწერილი, ხო, არქეტიპი. ანუ მას აქვს 5 არქეტიპი. ერთი არის დიასახლისი, მეორე არის პრინცესა, მეოცნებაი გოგო, რომელიც ეძებს პრინცს, ამკედრებულს, გასათხოვარ გოგოებზეა საუბარი, პატარა გოგუშიკებზე. მერე არის დედოფალი, რომელიც ძლიერია, ბიზნესმენია, ესეთია და მერე არის, რა თქმა უნდა, საყვარელი და როგორ ფიქრობთ, აბა, ვის ირჩევს უმრავლესობა მამაკაცების ამ არქეტიპიდან, ამ ჩამონათვლიდან, რა თქმა უნდა, საყვარელს. ანუ ის
ზრუნვა და შენი ჭირიმე და შენ გინაცვალე და აბა როგორი სადილი გინდა და აბა როგორი აბა რომელი ის გინდა გაგიუთოვო და როგორი ტანსაცმელი და რა ის და რა ანუ აი ესეთი შუში მუშები კი სიამოვნებ და ძალიან კარგია ეს ზრუნვა მაგრამ ბეზდებათ გესმით ბეზდებათ და უკვე გიყურებენ როგორც დიასახლის ანუ როგორც დედას ანუ როგორც მშობელს ეჩვევა ეს ადამიანი ეს მამაკაცი და უკვე იმას გამაღიზიანებელი ის რაღაცა ჭვინში აღარა აქვს და გამაღიზიანებელი ემართება ვიზე უცხო ქალზე ანუ გამომწვევ ქალზე რომლებიც ძალიან ბევრი არიან დღეს ხო თუნდაც აგერ სოციალურ ქსელში შევა და ნახავს ამოგდებულს და ამოყრილს ხო და მისი ტვინი დაიწყებს უკვე ფანტაზიორობას არა და შეიძლება ამითაც დაკმაყოფილდეს ხა იმას კი არ ვიცოდი რომ მაინდა-მაინც გიღალატებთ და არიქა მოღალატია ხო არიან კატეგორია რომ არ შეუძლიათ ღალატი მაგრამ ну რაღაცა სიცივე რო არის და ამას გრძნობთ ეს ხო ცუდია ამიტომ სექსუალური ენერგია რას ნიშნავს რომ ისე უნდა გახდეთ მისთვის მიმზიდველი ქალი და არა მარტო ესე იგი მოსამსახურე მზრუნველი დედა და დიასახლის აი ესეთი რაღაცა უნდა მოირგოთ ახლა ამ შემთხვევაში ну თუ რა თქმა უნდა გინდათ იმ ადამიანთან ურთიერთობის შენარჩუნება და გაგრძელება და დავამთავრე და რა ვიცი თუ მოგეწონათ და რეზონირდა მომწერეთ გამიხარდება თქვენი ლაიქებით და კომენტარებით დროებით